სადაც აი აგერ წერია დედის ქუჩა. წარმოიდგინე ახლა ცოტა გავიზარდე მე, უფრო გავიზარდე და ერთი სენაკელი ქალი ყოველთვის დადიოდა პატრიარქთან და რაღაცას უმზადებდა. ეს იყო აისორის ქალი, რომელიც საპატრიარქოში იყო მიღებული და ეს უთქვია პატრიარქისთვის. მითხრეს, რომ პატრიარქი გიბარებსო და ამ ქალმა მონკიდა ხელი, იმიყვანა პატრიარქთან და გამაცდეს პატრიარქი. წარმოიდგინე ახლა, პატრიარქი როცა გამაცნეს, პატრიარქი მომიფერა, საჩუქრები გამიკეთა, ნებისმიერ დროს მივსულიყავი მასთან, ეს საიდან მოვიდა, ეს იდეა აინტერესებდა და ამ დროს მოვიდა შევარდნაძე. ამ დროს მოვიდა შევარდნაძე, მისი მეუღლე ნანული და მოვიდა ალიევი. ახლა ვინც არის აზერბაიჯანის პრეზიდენტი, აი ამის მამა, მაშინ იყო იქ პრეზიდენტი და წარმოიდგინე, მე პატარა ბიჭი ვარ აგერ და პატრიარქი მიიღო ახლა ეს სტუმრები და პატრიარქი უხსნის ამათ, რომ აი ეს ბიჭი სენაკში დაიბადა, სენაკში გაიზარდა, დედა გარდაეცვალა და საიდან მოვიდა თვითონაც ვერ ხსნის, მაგრამ აი ამ ბიჭის, ამ ბავშვის თხოვნით ქუჩას დაარქვეს დედის სახელი და ნამდვილი გაოცდა. კოცნა დამიწყო, შევარდნაძემ თვითონ ედუარდი, აი ძალიან მაგარი კაცი იყო, აი ნანულის თვითონ არის ძალიან კარგი თბილი ადამიანი იყო და შევარდნაძეს ნაირი პოლიტიკოსი და როგორც ადამიანი არც დაიბადება ეს ადამიანი როცა გარდაიცვლება მერე არის ხო იცი პატივს სემენ მერე თორე შევარდნაძეს ნაირი კაცი სად იყო ხო ხედავ მთელი სოფლიო ფეხზე დააყენა და სოფლიოს იცნობდა და გაანათოს ორივე და სამივე ღმერთმა დღეს არც ერთი არაა ცოცხალი და მოკლედ აქედან გავიცანი პატრიარქიც აი დედაჩემის სახელმა პატრიარქი გამაცნო, ალიევის გამაცნო, მაშინ ალიევმა პატრიარქს აჩუქა მისი პირადი დაწერილი წიგნი, რომელიც მე ჩემს კაბინეტში მაქვს ახლა მამა ალიევმა და დღესაც მაქვს. მე ბაქოში მოვხვდი შემთხვევით და ეს მოუყევი იქ ჩემს საძმაკაცოს და ჩემი საძმაკაცოდან ერთ-ერთი არის ალიევის ცოლის ძმა და ეს მეუტანიათ იმ ალიევისთვის და მე ისიც გავიცანი. აი წარმოიდგინეთ თქვენ გარდაცვლილმა დედამ და იმ ჩემმა